გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე ძალადობის ფაქტმა საზოგადოებას კიდევ ერთხელ გაახსენა თაროზე შემოდებული საქმეები და ის დაუჟელი პოლიციელები, რომელთა ნაწილიც დღემდე შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს. თეობზიშვილი ყვება, რომ მის მეუღლეზეც იმ პოლიციელებმა იძალადეს, რომლებიც ახლა დაკავებულები არიან 27 მაისს პაპუნა ლოცულაშვილის და მისი მეგობრის ცემის ფაქტზე. საავადმყოფომ გამიწია გადასხმები. ყველაფერი გამიწოდა გამოჯამთვლი, აი ეს ძვლის ტკივილები. რა ვიცი, ყველა მირტყავდა სამართლოში აბსოლუტურად ყველა, ვისაც არ დაეძარა, ემატებოდნენ და ემატებოდნენ. პოლიციის შენობაში მოხდა თუ მანამდე? დიახ. იმიტომ რომ ჩემს სისხლში მედო პირდაპირ თავი. და გერკილებით ყონა უკან ხელებში შეკ აგერ დაახლოებით 3 თვის წინ ქალაქ გორში ლუკა თოფჩიშვილი, თუ სწორად მახსოვს სახელი და გვარი, ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში მოხვდა, რაშიც ვახუფი ცხელაური მოხვდა ლუკამდე და ახლა უკვე პაპუნა არის, მაგრამ არც ლუკას შემთხვევაში და არც ვახუფი ცხელაურის შემთხვევაში არც ერთი პოლიციელი, არც ერთი მოძალადე, არც ერთი კრიმინალი არ ყოფილა დასჯილი და შესაბამისად აი ამ დაუსჯელობის სინდრომის ახალისებულებმა გააკეთეს ის სიცხოველე ვანდალიზმი არ შეფასებებში მიჭირს უკვე, რაც იხილა სრულიად საზოგადოებამ. ზუსტად იგივე შემსრულებლების ალეკო თოფჩიშვილის, კრიალაშვილის, ადუღაშვილის და ქრივიშვილის მიერ მოხდა ვახუფი ცხელაურზეც ძალადობა, მას რა რომ მოსამართლე ნინო გერგაული ალბათ ძალიან მშვიდად არის ახლა და ძალიან ბედნიერი არის იმ გადაწყვეტილებით, რომელიც მიიღო ვახოსთან დაკავშირებით, რომ შეწყვიტა სამართლის წარმოება მის წინააღმდეგ. უბრალოდ იმ მომენტშივე, ჩემი აზრით, 4-ვე კრიმინალი უნდა დაკავებულიყო ადგილზევე. ჩემი აზრით, მინიმუმ უფლებამოსილება უნდა შეეწყვიტათ, ხო ესე არის? მათთვის რომ უფლებამოსილება შეეწყვიტათ, დღეს ამ სიველურეს არ ვნახავდით და მოქალაქე პაპუნა ლოცულაშვილი იქნებოდა დაცული. მოსამართლემ დამნაშავეთა არ სცნოს ოსობაბაები, თუმცა როგორც ის და მისი ახლობლები ყვებიან, მასზე მოძალადე პოლიციელები დღემდე დაუსჯელები არიან. შემთხვევა დაახლოებით 1 წლის წინ მოხდა, როდესაც სამოქალაქო აქტივისტი თბილისიდან გორში ბრუნდებოდა. ოსობაბაები პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. რამდენი ხანი გავიდა? 1 წელზე ცოტა მეტი დრო არის გასული. ადამიანი, რომელიც თბილისიდან ბრუნდებოდა, სამოქალაქო აქტივისტი გორის შემოსასვლელში დაიჭირეს, ჩასაფრება მოუწყეს, 50 პოლიციელი დაესხა თავს, იარაღი ჩაუდეს და თან ერთი იარაღი არ იკმარეს, 2 იარაღი ჩაუდეს, კალაშნიკოვი და მაკაროვის ტიპის იარაღი. ანუ ადამიანისგან შეეცადნენ, რომ შეექმნათ მონსტრი, რომ არა ის მოსამართლე, რომ არა ჟურნალისტების სწრაფი რეაგირება, რომ არა სოსოს გამბედაობა, ის ახლა ციხეში იჯდებოდა. მოსამართლემ დამნაშავედ არ უცნო, თუმცა თბილისის სააპელაციო ის დადგენილება გააუქმა ნაწილობრივ ცნო უკანონოდ და დააბრუნა ისევ გორის სასამართლოში და დღესაც შემოდებულია თარო, მიმდინარეობს სასამართლო პროცესები, მაგრამ დღესაც არ დასრულებულია ის საქმე და დღესაც ამ უკანონო ბრალდებას დღესაც მახოვენ თავზე, ხო? მოსამართლე იხილავს ამ საქმეს დღესაც. ამიტომ მე არ მაქვს იმის საშუალება ეხლა რომ ამ დასრულებული საქმით შეუტრიალო და ის მოძალადე პოლიციელები მოვითხოვო რომ დაისაჯონ. ველოდები ამ საქმეს რომ დასრულდეს, რომ მოვითხოვო ამ მოძალადე პოლიციელების ან მანქურთების, ვინც მე თავს დამესხა, ამათი დასჯა. აუცილებლად დაიჯებიან, მე მაქვს ბერკეტი, რითაც აუცილებლად დავში და აუცილებლად დავანახებ საზოგადოებას ყველა თვითოულ მოძალადეს. იქ ბევრნი არიან. ეხლა კი ჩანს აქ 6 პოლიციელი, რომლებიც დააკავეს, მაგრამ სინამდვილეში გაცილებით ბევრნი არიან ეს მოძალადე პოლიციელები, რომლებიც აუცილებლად გამოაშკარავდებიან და აუცილებლად დაინახავს საზოგადოება მათ გარეწარ სახეებს. ეს ხალხი არიან ქვეყნისთვის საშიში და ქვეყნისთვის დამაქცეველი პიროვნებები რა.
დღემდე პოლიციაში მუშაობენ ის ადამიანები, ვინც ტელეკომპანია თრიალეთის დირექტორი ჯონი ნანეტაშვილის ცემა. 4 პატრულის თანამშრომელმა ნანეტაშვილი ძალით გადმოიყვანა მანქანიდან. მანქანის უკანა მხარეს გაათრიეს, ჯერ თავი დაარტყმევინეს მანქანაზე, მიწაზე დააგდეს და 4-ვე მწიხლებით ცემეს, შემდეგ ჩასვეს მანქანაში და გაიტაცეს. ახლობლები რამდენიმე საათი ეძებდნენ და სამართალდამცველების ყველა სამსახური მალავდა ინფორმაციას. რამდენიმე საათში სასამართლო გაიმართა. ფაქტი გორის ცენტრალურ მოედანზე მოხდა დღის 12 საათზე. მაშინდელი გუბერნიის და მერიის წინ მოედანზე იყო განთავსებული პოლიციის, ბანკის და ტოტალიზატორის კამერები. მოსამართლე დავით პაპუაშვილს თხოვდნენ კამერის ჩანაწერების ამოღებას, მაგრამ მოსამართლე მხოლოდ პატრულის ინტერესებს იცავდა. ჯონი ნანეტაშვილი ითხოვდა კამერების ჩანაწერის ამოღებას, მაგრამ პოლიციის ნებართვის გარეშე არ მისცეს. მიუხედავად იმის, რომ სამედიცინო დასკვნაც დაიდო, რომლის მიხედვით მას თავის ქალის ტრამვა და ტვინის შერყევა დაუდგინდა, მოსამართლე დავით პაპუაშვილმა არც ჯონი ნანეტაშვილის ჩვენება არ გაიზიარა და ის პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის დააჯარიმა. ჯონი ნანეტაშვილზე ძალადობაში პატრულის თანამშრომლები ტარიელ სარაული, ილია გავაშელი და კიდევ 2 პოლიციელი ფიგურირებდა. დღეს პოლიციაში მუშაობენ ის ადამიანები, რომლებმაც არ ვიცი მაშინ თქვენ მუშაობდით თუ არა თრიალეთში ჯონი ნანეტაშვილის საქმე, ტელევიზიის ჩვენი დირექტორის, რომელიც სამართალდამცავი, რომელიც ერთ-ერთი დაფეხურები ეთყობოდა და მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ჯონი ნანეტაშვილი დააჯარიმა ხალხო, აი არ ვიცი, აი ნაფეხურები ეთყობა პოლიციელების მხრიდან, რომ წიხქვეშ გაიგდეს, ჯონი მივიდა, აი ნაფეხურები ეთყობა და მოსამართლე დავით პაპუაშვილმა გაამტყუნა, დააჯარიმა. გაუცემელი პასუხები, დამალული ვიდეო ჩანაწერები და სასამართლო, რომელიც უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ პოლიციის ინტერესებს იცავს. ეს ის რეალობა, რომელიც გორში წლების განმავლობაში იწერებოდა. დღეს, როცა 27 მაისის ძალადობის გამო პოლიციელები უკვე დაკავებულები არიან, მთავარ კითხვად მაინც ის რჩება. დაირღვევა თუ არა დაუსჯელობის მანკიერი ტრადიცია, თუ ეს საქმეც წინამორბედების მსგავსად დროთა განმავლობაში მივიწყებულ არქივს ჩაბარდება.